German homelos I drink coffee and I know things. 37 ეპიზოდის თემა არის მასწავლებლობის სიდიადე. ბევრი შეთანხმდებით იმ აზრზე, რომ მასწავლებელს ძალიან დიდი და შთამბეჭდავი როლი აქვს ადამიანად ჩამოყალიბებაში. მაგრამ იმაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ მასწავლებლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რამხელა ძალა აქვს და რამხელა კვალის დატყობა შეუძლია ადამიანის პიროვნების ფორმირებაზე. ძალიან კარგი და ხარისხიანი კვალის. და სიბრიკვის შემთხვევაში საშინელი და მძიმე კვალის. შავი ლაქის, რომლის ამოყვანა შეიძლება საერთოდ ვეღარც შეძლოს ადამიანმა. კარგი მასწავლებელი ღმერთის როლის სიდიადეს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ამ პროფესიის ძალით, ხათრით, უგოლოდ და აგდებული დამოკიდებულებით არჩევა დაუშვებელია ჩემი აზრით. ეს არის თავად თქვენი თავის შეურაცხყოფა, ადამიანის როგორც ღვთის ქმნილების მიმართ გულგრილი მოპყრობა და რაც მთავარია ღმერთის წინაშე დანაშაული. მასწავლებელი ხომ ღმერთის როლს ირგებს გარკვეულ დონეზე. ცხადია. მოკლედ პასუხისმგებლობა ამ პროფესიაში და საქმეში არის გიგანტური. კოლოსალური ზომისაა და სიყვარულით უნდა აირჩიოს ადამიანმა ეს პროფესია. მასწავლებლობა არ არის რაღაც წიგნში ამოკითხული ტექსტის მოყოლა უმარილოდ და ზედაპირულად. არა, ეს არის საქმის სიძულვილი. როდესაც ასე ზედაპირულად და ენთუზიაზმის გარეშე უდგება ადამიანი ამ პროფესიას. მასწავლებელი, რაც ევალება, იმის გაორმაგებულ ცოდნას უნდა გადასცემდეს მოსწავლეებს, რაც შეიძლება გასაგებიანით და რაც მთავარია სიყვარულით. ანუ ეს პროცესი უნდა უყვარდეს. მოიცა ახლა ვინ შეიწუხებს ასე ძალიან თავსო. ბავშვები მაინც ვერ დაინახავენო, იტყვიან უმარელო ადამიანები. დამიჯერეთ, ბავშვები დაინახავენ. იგრძნობენ კიდევაც და მთელი ცხოვრებაც გაჰყვებათ მასწავლებლის საქმისადმი და პროფესიისადმი ასეთი სიყვარული მოტივაციისთვის და თან ის ცოდნა, რასაც გადასცემთ, უფრო უკეთ ჩაუჯდებათ გონებაში. კი არ ჩაიკარგავენ მეხსიერების ყველაზე ბნელ კუნჭულებში. არამედ სულ ნათლად და გარკვევით ემახსოვრებით. აი ჩემს შემთხვევაში 5 წელი გავიდა და 5 წელიც რომ გავიდეს, მაინც მუდამ მემახსოვრება ის მასწავლებლები, რომელთა საქმისადმი სიყვარულმა დიდი ცოდნაც მომცა და მნიშვნელოვანი კვალიც დაატყო ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას. იმედია უხერხული არ იქნება თუ მადლობას გადავხდი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს და ჩემთვის მასწავლებლის შეუცვლელ ეტალონს ნინო კოკოზაშვილს, ისტორიის მასწავლებელს თია კოკოზაშვილს, რომელმაც ეს საგანი და სფერო კიდევ უფრო შემოყვარა, ხელოვნების მასწავლებელს ნაზი ქეთელაურს, გეოგრაფიის მასწავლებელს მზია ჩორხაულს, მათემატიკის მასწავლებელს მაია ჯარიაშვილს და ინგლისურის მასწავლებელს თამარ შაქარაშვილს. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ რამეს ვამეტებ, მაგრამ ეს ადამიანები ყველაზე თვალსაჩინო და უნაკლო ნიმუშები არიან ჭეშმარიტი მასწავლებლის ჩემთვის და ყოველთვის იქნებიან ჩემი მოტივატორები. ასეთი ძალა და მაგია აქვს შენი პროფესიის სიყვარულს. ბევრი წვალება და ფილოსოფია კი არაა საჭირო. არა, უბრალოდ ან უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ან უნდა შეეშვა. მორჩა. მასწავლებელი უნდა იყოს რამდენადაც შეუძლია ახლობელი ადამიანი მოსწავლეებისთვის. დიახ, მეგობარი, რომელიც მათ მოусმენს, სწორად ურჩევს, გააცნობიერებინებს იმას, რასაც ვერ იგებს, თანაგრძნობას გამოიჩენს ყველა მათგანის მიმართ და არ იქნება მშობლებზე მეტი თუ არა ნაკლები მაინც. მსმენელის და ახლობლის კუთხით კარტოფილი შეუწვას და სარეცხი დაურეცხოს, ეს არ იგულისხმება, ცხადია. საქმე ისაა, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი შორსაა მოსწავლეებისგან, ძალიან შორს. ისე შორს, რომ ერთმანეთს ვერც კი ხედავენ. რადგან ეს მასწავლებელი გულგრილობას და პროფესიისადმი აგდებულ დამოკიდებულებას ირჩევს. არ ჯობია სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე და სამუდამოდ დაიკავონ მოსწავლის მეხსიერებასა და გულში ადგილი. საპატიო და საამაყო ადგილი, თორემ დამახსოვრებით უმარილო და ფუტურო მასწავლებლებიც რჩებიან მეხსიერებაში.